მოგეხსენებათ, როგორ მდგომარეობაც არის დევნილებთან დაკავშირებით საქართველოში ეს სახელმწიფო პოლიტიკის გაგრძელებაა დევნილებთან მიმართებაში, იმიტომ რომ შევიწროება ყოველთვის მათი იძულებით გასახლება სხვადასხვა რეგიონებში, მათი დაუკმაყოფილება ფულადი კომპენსაციებით, რომლებიც გამოყოფილი არის საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და ამ ბოლო დროს გაკეთებული დევნილთა განსახლების სამინისტროს წარმომადგენლის განცხადება იმის თაობაზე, რომ დააკმაყოფილეს 22,000 ოჯახი, უბრალოდ როდესაც თანხები იხარჯება ესე გაუმჭვირვალედ, როდესაც არ ვიცი თვითონ დევნილებმა სად მიდის ჩვენთვის განკუთვნილი თანხა, ამ პირობებში ძალიან ძნელია ცხოვრება და უბრალოდ როდესაც ვხედავთ, რომ ირღვევა ადამიანის უფლებები, რომლის კონკრეტულ მაგალითსაც ქალბატონი მერი ზიბზიბაძის შემთხვევაზეც გვინდა ვილაპარაკოთ, ეს არის ქალბატონი აფხაზეთში დაბადებული გაზრდილი, რომელიც ცხოვრობდა ამ ინტერმედის კუთვნილ შენობაში, უკვე ინტერმედის კუთვნილ შენობაში, იქამდე ეს შენობა იყო ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში, გამოუყარეს არ ყოფნის თვითონ პირადად მისი არ ყოფნის დროს გამოუყარეს მას ყველა საკუთარი ნივთი, რომელიც ნაწილობრივ განადგურდა, ნაწილობრივ დაეკარგა მას ეს ნივთები და ამაზე პასუხისმგებლობას არავინ არ იღებს. მიუხედავად იმისა, რომ ქალბატონ მერის გააჩნია საბუთები იმის თაობაზე, რომ აუდიტის შეფასებით საკუთარი ხარჯებით მას გაკეთებული აქვს სარემონტო საშუალებები ისეთ ოთახში, რომელიც საცხოვრებელ ფართად გამოსადეგი არ იყო. აქცია საკუთარ საცხოვრებელ ფართად და შემდგომში უკვე აიძულეს, რომ დაეტოვებინა ეს ფაქტი. ჩვენ ის პრობლემა გვაქვს, რომ 99 წლიდან ცხოვრობდი ამ შენობაში, მაგრამ 99 წელში რომ შემოვედით ამ შენობაში, დევნილები კომპაქტური ჩასახლების ობიექტი იყო. წარმოადგენდა ჯანდაცვის სამინისტროს შენობას. მაგრამ პირადად ჩემი ფართი საცხოვრებლად უარგისი იყო. ყველაფერი აბსოლუტურად ერთი აგურზე რომ დადვა, ისე გავაკეთე, ოთახი იყო, წყალი იყო, თუ ყველაფერი მოვიყვანე იმ წესრიგში, რომ ჩემთან ერთად ცხოვრობდა მოხუცი დევნილი დედა. მოხუცი დედა გარდამეცვალა კეთების პერიოდში, ვერ მოესწრო იქ შემოსახლებას. 2011 წლის 28 დეკემბერს მოადგა დევნილთა სამინისტრო და მე პატრონი 2008 წელში ვითომ რომ გადავიდა მის ხელში ეს შენობა, საკუთრება, მე პატრონე და მოაწერია დევნილებსაც ხელი და უთხრა, რომ ეხლა აქ ხელი მოგვიწერე და მე შობა ახალი წლის მერე გაგასახლებთო. მე არც ხელი მოვაწერე და არა. შენო ხალხს ნუ მიბუნტამო. გაჩერდი ჩუმათო მე მეუბნებოდა და სულ ყოველთვის მაწყნარებდა. მე არ გავალ მეთქი აქედან არ სატყო. დამტოვეს მე იმ შენობაში დროებით. მაგრამ იმ დღესვე შემიწყვიტეს წყალიც დენით, საარსებო წყარო. 2012 წლის 13 მაისს საერთოდ ჩამიკეტეს კარები და არ შემიშვეს ჩემს სახლში. 2012 წლის 7 ივნისს გატეხეს სახლი, დამაყაჩაღეს, ასე გამოდის. არც ეთნაირი გაფრთხილება, არც ტელეფონით, არც წერილობითი, არც ეთნაირი, მხოლოდ იმ დღეს მირეკავენ, რომ მოდი და ნახეო შენი ნივთები გარეთ გამოდისო, თუ გინდა ნახეო, თუ არა ჩვენ ხო გითხარითო და მოვედით დევნილთა სამოქალაქო მოძრაობის თავმჯდომარე, მე გამგეობის წევრები, მოვედი ნავხე და მე უკვე ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩავდექი. ეს აღმასრულებელმა მილიცია მე რომ ნახა და მოვთხოვე იმას საბუთი, რის ნიადაგზე დამაყაჩაღე მეთქი, მომეცი იმის საბუთი, რატომ გამიტეხე მეთქი, ბინა ჩაწყდნენ მანქანაში და გაიქცენ. ამათმა ეს გამოტანილი საქონელი მე არ ვიცი, ვეშები წაიღეს სადღაც სასაქონლეში შეყარეს, დანარჩენი დატოვეს კალიდორში და ასე დაიბნა ჩემი იქ იმ დღიდან 2011 წლის 28 დეკემბრიდან მოკიდებული რომ გაასახლეს ესენი, იმ დღიდან ვეძებ ცოტა შესაფარს იმას ჩემ ქონებასთან ერთად იმას ბინას თავშესაფარს გირავოთი. ის დანაზოგიც იქამ, ყველაფერი იქ მქონდა, თუ რამე გავაკეთე. უპატრონო ქალმა, მე ვარ ქვრივი, 3 შვილის დედა, 3 უპატიოსნელი შვილები გავზარდე და აყენებული ყავს ყველა თავისთვის არის გზაზე და მე ასე დღეში მე ძალიან მაინტერესებს. სახელმწიფოსა დევნილთა სამინისტროს საერთოდ საქართველოს მთავრობას ვეუბნები, რომ რა დავაშავე, მაგებიონ პასუხი, შეიძლება ყაჩაღი ვარ, მიტო გამიკეთეს ასე. მე არ ვიცი, შეიძლება რაღაცის დამნაშავე მაქვს, მე და არ ვიცი, ხო, მაგებიონ ვაგონ ამაზე პასუხი, რომ რატო დამაყაჩაღეს, რატო ჩემი ნივთები საძროხეში რა უნდა ადამიანის საცხოვრებელ ნივთს, საყოფაცხოვრებელ ნივთს რა უნდა საძროხეში. ასეთი მდგომარეობა არის. ამას ყველა დამეთანხმება, აგერ გარეშემო მეზობლები, იქ მცხოვრები მეზობლები, 12 წელი ერთად ვიცხოვრეთ, 12 ოჯახი, როდესაც ერთ ლუკმას ერთმანეთს უყოფდით. სხვას აღიარებს, ძალიან უკიდურეს მდგომარეობაში ვარ.